სათობით მეცადინეობ, მაგრამ მაინც არაფერი მომახსოვრდება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვწვალობ, მაინც დაბალი ნიშნები მყავს. რას ვაკეთებ არასწორად? გამიჯერებ თუ გეტყვი, რომ ნაკლები მეცადინეობით, ანუ უფრო ნაკლებ დროში მეტი შეგიძლია დაიმახსოვრო. გამოთქმაც არსებობს. Work smart, not hard. რამდენიც არ უნდა იმეცადინო, შედეგი არ გექნება, თუ შენზე მორგებულ სტრატეგიას არ იპოვი. მე ეს 4 რჩევა დამეხმარა. სად იქნებ შენს გაგიმარტივოს მეცადინეობა? პირველი, შექმენი შესაბამისი გარემო. თუ ოთახში ქაოსია, სამეცადინეო მაგიდაზე ბევრი ისეთი ნივთი გიყრია, რომელიც ყურადღებას გიფანტავს, მაგალითად ტელეფონი. ამიტომ მეცადინეობის დაწყებამდე მიალაგე ოთახი და სამეცადინეო მაგიდაზე დატოვე მხოლოდ საჭირო ნივთები. მეორე, წინასწარ გადახედე რა გაქვს სასწავლი. სანამ მეცადინეობას დაიწყებ, გაარკვიე რა გაქვს სასწავლი და დაახლოებით რა დრო დაგჭირდება. ამისთვის შეგიძლია გადახედო ქვესათაურებს, აბზაცებს და სურათებს. ასე შენს ტვინს ექნება გეგმა და სწორი მოლოდინები. მესამე, აუხსენი ნასწავლის სხვას. არსებობს ფეიმანის ტექნიკა, რომლის მიხედვითაც თუ შეგიძლია რომ ნასწავლი პატარა ბავშვს მარტივად აუხსნა, ესე იგი მართლა კარგად გისწავლია. თუ აღმოაჩენ რომ ახსნა გიჭირს, ესე იგი კარგად ვერ გაგიგია და მეტი მუშაობა გჭირდება. მეოთხე, დააწესე მარტივი ჯილდო პროდუქტიულობისთვის. თუ იცი რომ კონკრეტული დავალების შესრულების შემთხვევაში რაღაც ჯილდოს მიიღებ, მაგალითად საყვარელ სერიალს ჩაუჯდები, შენი ტვინი უფრო ენერგიულად დაიწყებს მუშაობას. გამსახურებული პრიზით კი ბედნიერების ჰორმონს გამოიმუშავებს. და შენ რამდენი საათი მეცადინეობ დღეში? დაგვიწერე კომენტარებში.